ერთ-ერთი დღე ძალიან დაძაბული გამოდგა. დიდხანს ვერსად ვჩერდებოდით მანქანით, გადავდიოდით, გადავიღებდით და მალევე სხვა ლოკაციაზე გადავდიოდით. საერთოდ ასეთ სიტუაციაში მუშაობისას უსაფრთხოების საკითხებზე ფიქრი ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც მანქანიდან გადმოვდიოდი, სულ იმაზე ვფიქრობდი, სად იყო ის ადგილი, სადაც დაბომბვის შემთხვევაში შემეძლო ჩახტომა. თქვენი ასე მუშაობს, რომ სულ იმახსოვრებ ადგილებს, სადაც შეგიძლიათ ჩახტეთ და თავი შეაფარო დაბომბვას. გზად დამწვარი მანქანა იყო, რომელიც რამოდენიმე დღით ადრე ტყვია წამლით იყო დატვირთული და ღამით გადაადგილებისას სხვა მანქანა დაეჯახა და აფეთქდა. იმ ადგილას გადასაღებად მოგვიანებით უნდა დავბრუნებული იყავით. მანამდე გზა გავაგრძელეთ და ცოტა გავჩერდით, გადმოვედით, კამერა ჩართული მქონდა. როდესაც ჰაერში შრიალის ხმა გავიგეთ. ფოტოგრაფმა დაიძახა, რომ საჰაერო დარტყმა იყო. გავიქეცით და ჩართული კამერით ჩავხვდი დამახსოვრებულ ადგილას, თუმცა უახლოესი ადგილიც იყო, მაგრამ სადაც ბოლოს ხონდა დამახსოვრებული, იქ ჩავხვდი. ჭური, რომელიც დაახლოებით 6 კილომეტრის მანძილიდან იყო გასროლილი, დიდ გაზის მილს მოხვდა. ჩვენგან დაახლოებით 50 მეტრში და აფეთქდა. კადრში სწორედ ეს ეპიზოდი ჩანს, სადაც დიდი ცეცხლის სოკო იყო. მერე უკვე სწრაფად დავიძარით ავტომობილი და გზად უკრაინელი გადამღები ჯგუფი შევნიშნეთ, რომელიც სწორედ იმ დამწვარ მანქანასთან გადასაღებად იყო გაჩერებული და ნაღმის აფეთქების დროს ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა. ესეც უკვე კადრში ასახული. რაც არ უნდა მძიმე მომენტი იყოს, შენ მაინც გიწევს გადაღება. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. შემდეგ იყო რუსული პროპაგანდის შეტევა, რადგან აცხადებდნენ, რომ ეს კადრები დადგმული იყო და რეალობას არ ასახავდა. ბოლო წლებში ომის ტაქტიკა ძალიან სწრაფად იცვლება. ადრე თუ ვიცოდით, სად იყო მეტად სახიფათო ან ნაკლებად სახიფათო ადგილები, ახლა უკვე რთულია იმის განსაზღვრა, რადგან სამხედრო დრონების გამოყენებამ ფაქტობრივად ფრონტის ხაზი წაშალა და რთულია განსაზღვროს, სად არის უფრო უსაფრთხო და სად უფრო უსაფრთხოდ იქნება.